და ალლაჰი უგზავნის მაგას რა ცხოვრებაში რაღაცა გამოცდას იმ გამოცდის გამო მისი რა მდგომარეობა უფრო იწევა. ასევე ზოგიერთი ალიმები, როგორც თქვენ სხვა სწავლულები თქვენს, ზოგი ალიმი შეიძლება ვერ მიაღწია დიდ დარაჯას, მაგრამ არის ზოგიერთი ხალხი, რომელიც იმ ალიმზე ცუდად ლაპარაკობს და მაგათი კარგი საქმეები გადადის მერე მაგასთან. ასევე არ დაგვავიწყდეს მე რომ შენი ძმის მიმართ რა ცუდი სიტყვის თქვა, ეს არის უბედურება შენთვის, რატომ უნდა გაუფრთხილდეთ ჩვენ ენებს ჩემო ძმაო, ასასრულ დღეს სიტყვაზე ადამიანმა არის ვიღაცა მუსლიმი ძმა, ბავშვობაში მაგას გარდაიცვალა მშობელი და ესანი მშობლის მიმართ არ გაუკეთებია. გარდაიცვალა ძალიან პატარა იყო. ასასრულის დღე მოვიდა, ხედავს თავის კარგ საქმეებში მშობლებთან კარგი მომწყობა. საიდან? მშობლები მაგას არ აქონდა. თურმე ვიღაცა ძმა მუსლიმი, რომელიც კარგად ეპყრობოდა თავის მშობლებს, იმ ძმაზე ზურგის უკან ცუდად ლაპარაკობდა. ან რაღაცა ცუდად მაგას ეპყრობოდა მაგას ცუდად. ალლაჰი რას აკეთებს? იმ კაი საქმეებს იღებს და იმ ძმას აძლევს ასასრულ დღეს. იმის გამო რომ რა ცუდად ლაპარაკობდა იმ ძმაზე. ასევე ჩვენთვის აქტუალური ძმა გაფრთხილდება რომ ჩვენ ენებს რა უნდა მივხედოთ. და ასევე იმ ძმებზე, ვისაც უკვე ლაპარაკობენ ცუდად მასზე, უფლებების გარეშე, სიტყვაზე ადამიანს არაფერ გაუკეთებია და მასზე ლაპარაკობენ. გახსოვდეს, შენ დაგებრუნდება ალლაჰის წინაშე, დაგებრუნდება შენ უფრო მეტად, ვიდრე ამ დუნიაში თუ მოითმენ.